160 კვადრატულ კილომეტრზე გადაჭიმული ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელი მუხურა ჩვენს ქალაქს აღმოსავლეთით ესაზღვრება. ვერავინ წარმოიდგენს თუ დიდი და პირქუში მთების მიღმა სილამაზით განთქმული სოფელი იმალება, რომლის მოსახლეობაც 1900-ზე მეტ ადამიანს შეადგენს. სოფელი მუხურა ადგილობრივთა მიერ პირობითად სამუბნადაა დაყოფილი. ნოხტა, ტელმანი და საკვირაო საკუთარი თავისებურებებითა და რელიეფური სირთულით მნახველებს დღემდე აოცებს. მუხურის არსებობა ჩვენს მხარეში ისტორიული წყაროებით ჯერ კიდევ მე-11 საუკუნით თარიღდება. 730 კომლიანი სოფლისათვის თავის რჩენის საშუალება მესაქონლეობა და მიწათმოქმედებაა. უკვე გაზაფხულდა და ამიტომ მუხურელი გლეხისათვის მთავარი საზრუნავი ღვთისმსახურება გახდა. თითქმის ყველა ოჯახი ახლა მიწაზე მუშაობითაა დაკავებული, თუმცა მათ საკუთარ შრომას ის ახალი ტრაქტორები უმსუბუქებთ, რომელიც მთავრობის მიერ სოფლებს გადაეცათ. ყოფილი ვართ იმის დამხეთ რომ აგერ ჩამოვიდა გადაცემული ჩვენი რომანი ძღოლი კაცი და გამოუშვეს მთავრობამ და ამ ჩვენმა საკრებულომ და ჩვენმა ჩვენ დააყვაყოლი ხო ხარ ბიჭებო ყვაყობელი ყველანი რომ მუშაობს რომ და გვეხმარებას ყველა ჩვენს ყვაყობელი ვართ ყველანი 6 საათიდან 10 საათამდე მუშაობ მეც ვერ ვძვე სიო დაფტორდა მაგით არ შუა დღეზე მიწევს ნახევარი საათი დასვენება მეტი არა მუხურელი გლეხკაცისათვის უფლის რწმენასა და მოშიშობას რომ დიდი მნიშვნელობა აქვს, ამას ის ეკლესია მონასტრები მოწმობენ, რომლებიც ბოლო საუკუნეებში მრავლად იქნა აგებული. 21 საუკუნეში აშენებული წმინდა გიორგის მონასტრის გარდა სოფელს კიდევ 7 ეკლესია აქვს. სოფელი მუნიციპალიტეტის ცენტრიდან 15 კილომეტრითაა დაშორებული. ამიტომ მუხურლებისათვის ცენტრალური გზის რეაბილიტაციას დიდი მნიშვნელობა აქვს. ქალაქთან დამაკავშირებელი მაგისტრალის შეკეთება წელს სოფლის მხარდამჭერი საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში მოხდება. გასულ წელს აღნიშნული პროგრამით გზის ნაწილობრივი რეაბილიტაცია რამდენიმე უბანში უკვე განხორციელდა. დღეს ისე როგორც ყველა სოფელში მუხურაში უკვე დაწყებულია სოფლის დახმარების პროგრამები, ეს პროგრამა შარშან ამუშავდა წელს თანხები გაორმაგებულია და უფრო ორჯერ მეტი საქმის გაკვეთებას გეგმავთ არა მარტო მუხურაში, არამედ ყველა მთელ სოფლებში. ინფრასტრუქტურის ობიექტების აღდგენა მუხურაში თანდათან ხდება. 2007 წელს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის გადაწყვეტილებით ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით სოფელში აღდგენილი იქნა სტიქიით დაზიანებული საავტომობილო ხიდი. ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან კი წელს ტელმანის უბნის ქალაქთან დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დაფინანსდა. 1965 წელს აგებულმა ხიდის კონსტრუქციამ რამდენჯერმე განიცადა რეკონსტრუქცია, თუმცა ბოლო 20 წელია იგი აღარ შეკეთებულა. ხიდის აღსადგენად ტენდერში გამარჯვებული ფირმა უკვე გამოვლენილია და სამუშაოებიც სულ მალე დაიწყება. ამ ხიდის გარეშე მოწყვეტილი რჩება მთელი უბანი. დაახლოებით მოსახლეობა სადღაც 250 კომლი, ხო და წარმოიდგინეთ ახლა რამოდენაა ეს არის დატვირთვა ამ ხიდს. მუხურის რამდენიმე უბანში წყალი უკვე ონკანში მოდის და ამიტომ მოსახლეობას მისი წყაროდან ზიდვა აღარ სჭირდება.
მაგრამ გასულ წლამდე 3 წლის მანძილზე მუხურლებს სასმელი წყლისათვის დიდი მანძილის გავლა უწევდათ, რასაც ზამთარში უხთოვლიანობა ართულებდა და ზოგჯერ მისი საყოფაცხოვრებო გამოყენების მიზნით თოვლიც კი დაუდნიათ. გასულ წელს აღნიშნული პრობლემა მუხურის მოსახლეობას მოეხსნა. ადგილობრივი თვითმმართველობისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის დახმარებით წყალსადენის სარეაბილიტაციოდ გარკვეული უბნებისათვის შეძენილი იქნა პლასტმასის მილები და ადგილობრივმა მცხოვრებლებმა იგი თავად დაამონტაჟეს. გარდა ამისა, სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში წყლის მილების გაყვანა მუხურის ერთ-ერთ ეკლესიამდეც მოხდა. სოფლის მოსახლეობა ამბობს, რომ წყალსადენის რეაბილიტაციის შემდგომ მათ შრომას აგრძნობლად შეუმსუბუქდათ. Ali დაახლოებით 3 წელიწადი არ ყოფილა მევიდა შემოდეგზე, გასული წლის შემოდეგზე. რეზოლუცია წყალი არის ნორმალურად და სკოლაც არის დაკმაყოფილებული და სოფლის ნაწილობრივ უბნებით. მუხურაში უკვე ბოლო რამდენიმე წელია გარემონტებული ამბულატორიაც ფუნქციონირებს, სადაც მოსახლეობა საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დახმარებას კვალიფიციური მედპერსონალი უწევს. სოფელში 3 საჯარო სკოლაა. გეგმაშია ნომერ 2 არასრული საჯარო სკოლის ახალი შენობის აგებაც. ჩვენი კუთხის ეს ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი ქვეყნის მშენებლობის კურსში თანდათან საკუთარ ადგილს იკავებს. ჩვენ სიყვარულის სარეცელზე შექმნა განგება და სათნოება დაგვანათლა არსთა გამრიგენ ჩვენ ვაშენებდით ბანას საზმას გელაციხართოს და უმაღლდებოდით ნიკოფსიდან და რომანდამდე საქართველო ოქროსფერი ხარ საოცრება